ამ წერილის მიზანი იყო ერთადერთი რამ, რომ გვეჩვენებინა კიდევ ერთხელ ჟურნალისტების ერთობა, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბის მხარდაჭერა, რაც ზიამაღლობელს აქვს, ბოლო პერიოდში იშვიათად მახსენდება და ეს 300-ზე მეტი ჟურნალისტის ხელმოწერა არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაც რაოდენობა. აქ არიან აბსოლუტურად ყველა მედიის წარმომადგენლები და აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ელექტრონული ხელმოწერა, ამიტომ ცოტა რთული პროცესი იყო და სულ 2 დღეს შეგროვდა ეს და კიდევ გრძელდება ხელმოწერები ამ განცხადების ტექსტზე და მიმართავ საერთაშორისო პირველ რიგში ამ წერილის მოთხოვნა არის მზიამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, იმიტომ რომ რეალურად ფაქტობრივად რო აღარ არის, იმიტომ რომ ამ ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში. შიმშილობის მე-16 დღე დასრულდა და ანუ ჩვენ არ გვაქვს არანაირი, ესე ვთქვათ, სანდო ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაში ახლა მზია. დღეს სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, რომელიც დაეყრდნო 21 იანვრის ანალიზებს. დღეს, რა ვიცი, კალენდარზე რო შევხედოთ, განსხვავებული ის არის ხო რაღაცა დრო და შესაბამისად, როდესაც ადამიანი შიმშილობს ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა, დღეს და კვირას კი არა, დიახ. ანუ ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი ცინიზმი, ხო, რაც მან გამოავლინა ჟურნალისტების მიმართ და ზოგადად ეს არის მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად თავს წირავს იმის გამო, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სრულიად უდანაშაულო ადამიანზე, ხო? რომელიც თავისი პროფესიული საქმიანობისთვის ყავს დღეს დატყვევებული რეჟიმი საპყრობილეში და ანუ ეს ადამიანი აი ზუსტად ამ უსამართლობის განცდა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ შიმშილობს და არაპირებს არანაირად, რა ვიცი, ვინ არ თხოვა, ვისი თხოვნა არ იყო მის მიმართ, მაგრამ ის არის პრინციპული და შეუვალი. ანუ შესაბამისად ამ დროს სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ადამიანის სიცოცხლე დაიცვას. გასაგებია, რომ ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რა ვიცი, არავის სიცოცხლე აღარ აღელვებთ, მე მგონი, ეს ვნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან კარგად, მაგრამ ჯერ კიდევ აქ ვართ ადამიანები, მოქალაქეები, რომელსაც გვაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რა ვიცი, სამართლებრივი სახელმწიფოს გაგება გვესმის ადამიანებს და ვითხოვთ, რომ ის რა ინფორმაციაც უნდა იყოს საჯარო, რა მდგომარეობაში ადამიანი, ეს ინფორმაცია როგორც პროტოკოლი ითვალისწინებს, მიაწოდონ ოჯახის ახლობლებს, მოგვაწოდონ ჩვენ, ხო? და ვიცოდეთ სინამდვილეში როგორ არის მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ ვიყოთ ესე რომ ვის შევიდა მხნედ გამოიყურება თუ როგორ გამოიყურება ის არის ისეთი ადამიანი რომელიც რა ვიცი თუ არ დაეცა ან თვითონ ანუ ისე გარეგნულად ამ ყველაფერს არ შეიმჩნევს და სხვისი დასანახი ვთქვათ არ გახდება ის რომ რაღაც ცუდად არის და უჭირს. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა კი ვასაჯაროებით შესაძლოა პირადი ინფორმაციას, მაგრამ რამდენიმე თანდევი დაავადება აქვს ხოლმე და შესაბამისად ეს კიდევ უფრო ართულებს 16 დღიან შიმშილობის ფონზე მისი სიცოცხლის რისკს. კი, ძალიან ართულებს და ფაქტობრივად ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ვითხოვთ რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. გარდა იმისა, რომ უკანონო პატიმარი არის და ის სინდისის პატიმარი, პირველი ქალი ჟურნალისტი სინდისის პატიმარი, ამასაც მოესწარით ამ ქვეყანაში. მე რა ვიცი, რომ ვიყებდი როგორც ჟურნალისტი ინფორმაციას და ვესაუბრებოდი რუსეთში ჩემს კოლეგებს, რომლებიც უკვე ეს გზა გაიარეს ბელარუსში, აზერბაიჯანში და ასე შემდეგ. აი ბერას დროს ვიფიქრებდი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც, რომ ეს შეიძლებოდა საქართველოში მომხდარიყო და მათ ისეთი სამიზნე არჩიეს აქ მზიამაღლობელის სახით, რომ საერთოდ არ ვიცი, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ვერანაირ პოლიტიკურ კონტექსტში ვერ დადებენ ვერანაირ ბრალს, რომ ის ამის მომხრე, იმის დღეს კი ესტროლების არმია ცდილობს, რომ გააშაონ ყველანაირად და 1000 ბინძურეს თხზავენ სხვადასხვა მედია საშუალებების მასალების ქვეშ სოციალურ ქსელებში, მაგრამ არ გამოვათ, იმიტომ რომ რაც ბუნებაში არ არსებობს,
ვერაფრით ვერ მოიგონებ ამ რაღაცას, ხო? ისევე როგორც არ არსებობს კრიმინალი მზია ავაღლობელი, ბუნებაში არ არსებობს. არასდროს სამართლებრივი რაიმე დარღვევა მას არ ქონია არანაირ ასპექტში და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, რასაც მას ედავებენ, ჯერ ერთი რო სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და არც ერთ ვარიანტში არ უნდა იყოს დაპატიმრებული და მეორე სრულიად წარმოუდგენელია, ხო? მას არანაირი დანაშაული არ აქვს, ის როგორც მოქალაქე გამოხატავდა პროტესტს და სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. კი ბატონო, შემდგომ პროვოცირება იყო მისი, როგორც ვიცით, იქ იყო შეფურთხება, გინება. თუმცა სისხლის სამართლის დანაშაული არ ყოფილა და ის რისთვისაც არის დაპატიმრებული, არის სრულიად უკანონო.